ორსულობის პერიოდში ქალის ორგანიზმი უამრავ ცვლილებას განიცდის და ხშირად დგება მნიშვნელოვანი შეკითხვების წინაშე, როგორ იკვებოს სწორად, რა გავლენას ახდენს სტრესი და ძილის რეჟიმი ორსულობის მიმდინარეობაზე და რა შეიძლება შეცდომები დაუშვას ქალმა გაუცნობიერებლად და როგორ აიცილოს ისინი თავიდან. ამ და სხვა კითხვებზე პასუხს გაგცემს ექიმი, მეანგინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი დავით გაგუა რუბრიკაში ანატომია. საკეისრო კვეთა ყველაზე მარტივია. თითქოს საკეისროს დროს არ იყოს ის გართულებები და პაციენტებს გონიათ, რომ მათ ტკივილების გამო რო გაიკეთონ საკეისრო, უფრო მარტივად იქნება მშობიარობა. რა თქმა უნდა, ეს მითია, იმიტომ რომ საკეისროს უფრო მეტი გართულებები შეიძლება მოყვეს ვიდრე ფიზიოლოგიურ მშობიარობას. თვითონ ფიზიოლოგიური მშობიარობა ეს ბუნებრივია და ფიზიოლოგიურია, ხოლო საკეისრო კვეთა ეს გადაუდებელ შემთხვევაშია საჭირო. შემდეგი მითი არის მაგალითად ორმაგი ჭამა. ორსულმა ქალმა ორჯერ მეტი უნდა ჭამოს. ამის გამო არის ხოლმე ყველანაირად ხვეწნა, მუდარა, ამ პირიქით დაძალება, რომ გინდა თუ არა ორჯერ მეტი ორმაგად უნდა მიირთვას. ამის გამო ხდება ზუსტად ის გართულებები, როგორც არის სიმსუქნე და სხვადასხვა გართულებები მოყვება ამას. ფიზიკური აქტივობა არ შეიძლება ორსულისთვის. ეს მითია. იმიტომ რომ თითქოს ორსული ქალი აუცილებლად უნდა იწვეს, გაუძლებლად, რომ ორსულობა მას არ გაურთულდეს. პირიქით, თუ ის აქტიურად არ იქნება, ზუსტად მაშინ ექნება მას ეს გართულებები. ის უნდა ფიზიკურადაც აქტიური იყოს, სწორადაც იკვებოს. და შესაბამისად, ოღონდ აქ არის ლაპარაკი არასპორტულ დატვირთვაზე. ზომიერი ფიზიკური აქტივობა ეხმარება სისხლის მიმოქცევას, რომელიც საჭირო არის ორსულობის ფიზიოლოგიურად მიმდინარეობისათვის. ჯანსაღი კვება ზომიერად, მრავალჯერ, არა დიდი რაოდენობით და ვიტამინებით სავსე საკვები. მედიკამენტების მიღება აუცილებელი არის მარტო მაშინ, როცა ის აუცილებლობას წარმოადგენს, აუცილებლად ექიმის დანიშნულებით უნდა იყოს. ორსულობა რო კარგად წარიმართოს, საჭირო არის რეგულარული ანტენატალური ვიზიტები ექიმთან გახორციელდეს და შესაბამისად უნდა ქონდეს მშვიდი ძილი, ფიზიკური აქტივობა და მაქსიმალურად უნდა იყოს სტრესისაგან და შფოთვისაგან დაცული. ჰორმონალური ცვლილებების გამო ყველა ორსულს პრაქტიკულად ერღვევა ძილი. ამას ემატება ფიზიკური მდგომარეობა მისი, მუცლის სიდიდის გამო ის პოზას ვერ პოულობს, ამიტომაც დარღვევის შემთხვევაში ორსულობა შეიძლება გართულდეს, ის არის ყოველდღე გამოუძინებელი, დაღლილი, გაღიზიანებული, შესაბამისად მადასაც კარგავს, ხალისით და ასე შემდეგ. შესაბამისად ის უნდა თვითონ მოერგოს ამას, ამიტომ ფიზიკური დატვირთვა, განსაკუთრებით ცეირნობაა კარგი. ამას ემატება, რომ შეუძლია ბალიშები გამოიყენოს და მისთვის სასურველ პოზაში მოთავსდეს საწოლში. რა თქმა უნდა, ადრევე უნდა დაწვეს და ადრე უნდა ადგეს, ანუ ეს რუტინა უნდა ქონდეს და მინიმუმ 8 საათი, 7-8 საათიანი ძილი რო ქონდეს და თუ საჭირო არის, აუცილებლად ექიმთან გასაუბრების მერე მედიკამენტების ჩართვაც შეიძლება საჭირო გახდეს, იმ შემთხვევაში თუ ის შფოთვას ვერ მოიხსნეს. ზედმეტი ფიზიკური დატვირთვა, განსაკუთრებით სპორტის ისეთ სახეობები, რომელიც ცოტა ჯანმრთელობისთვის სახიფათო იქნება. ამას ემატება თამბაქოს და ალკოჰოლის და ნარკოტიკის მიღება, რომელმაც შეიძლება ავნოს. ასევე არავიტამინები და არაჯანსაღი კვება, უძილობა, შფოთვა და შესაბამისად არარეგულარული ვიზიტები ექიმთან. ის რო თulis რო კარგად მიმდინარეობს ორსულობა, შეიძლება
არ იყოს კარგად და ეს უნდა იქნეს შემოწმებული და ამისათვის საჭირო არის. ამის ერთ-ერთი პრევენცია არის, რომ მშობელთა სკოლაში და ექიმთა გაიაროს ეს კონსულტაციები. რეკომენდაციები უნდა იყოს განხილული და შესრულებული, შესაბამისად თუ მშვიდად იქნება პაციენტი ორსული და ექიმის შევადარებებს შეასრულებს და ჯანსაღი იქნება, შფოთვა არ იქნება და მშვიდი ძილი იქნება და ისეირებს და უარყოფითი ემოციები არ იქნება და მშობელთა სკოლაში შეუძლია გაიაროს დანარჩენი რეკომენდაციები და ისინი შეასრულოს, შესაბამისად მას ექნება უსაფრთხო დედობა. ჯერ კიდევ პირველი ვიზიტის დროს უნდა შემუშავდეს ორსულობის მართვის გეგმა, შესაბამისად ამ ორსულობის მართვის სხვადასხვა ეტაპზე უნდა იყოს მშობიარობისთვის მომზადება, მათ შორის შეიძლება მშობელთა სკოლაში და აუცილებლად უნდა დაიგეგმოს მშობიარობის მეთოდებზე იყოს საუბარი და ექიმთან უნდა გაიაროს კონსულტაცია, რომ იცოდეს რეგულარული სამშობიარო მოქმედების დაწყებიდან რამდენ ხანში უნდა წავიდეს და საერთოდ სამშობიარობის დაწყების ნიშნების ჩამოყალიბებისას როდის უნდა მიმართოს სამშობიარო სახლს.